მოგესალმებით კლინიკა მიკროდერმადან, მე გახავთ განსადარბილი ქსოვილების ქირურგი ნინო ხუჩაძე. დღეს გესაუბრებით ხალთან დაკავშირებული 3 მითის შესახებ. ხალის ერთჯერადი ტრავმირება არ იწვევს ონკოლოგიური პროცესების დაპროგრესირებას. თუმცა, თუ ხალი მდებარეობს სხეულის სიმიდამოში, სადაც მუდმივად ტრავმირდება, დროის მოკლე პერიოდში იცვლება ფორმა ან ზომა, აუცილებელია მათი მოცილება. მეორე მითი არის, ხალის ამოკვეთა იწვევს ონკოლოგიური პროცესის განვითარებას. ესეც არის მცდარი. ამოკვეთილი ხალი არის არარსებული ხალიდან ონკოლოგიური პროცესი ვერ განვითარდება. არ არის ხალი, არ არის პრობლემა. მესამე მითი ეხება ბიოპსიას. მრავალწლიანი საერთაშორისო კვლევები დადგენილია, რომ ბიოპსია არ იწვევს ან არ აპროგრესირებს ონკოლოგიურ პროცესს. კანსერ და კანქუშა ქსოვილებზე არსებული წარმონაქმნების შესახებ შეგიძლიათ მოგვმართოთ კლინიკა მიკროდერმაში, სადაც ჩაგიტარდებათ მათი დიაგნოსტიკა, უსაფრთხო და უმკურნალო მოცილება.